მოგესალმებით, დღეს გთავაზობთ ინტერვიუს ადამ კინზინგერთან, რომელიც დიდხანს ხელმძღვანელობდა ამერიკის კონგრესში ჯერი კონოლთან ერთად საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფს. ლეიტენანტი 2011 წლის 3 იანვრიდან შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა ილინოისიდან. 2003 წლიდან ადამ კინზინგერი სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. კინზინგერი 2010 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ შევიდა ილინოისის შტატის წარმომადგენლად შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ის ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე 2012, 2014, 2016 და 2018 წლებში. მუშაობდა წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის საგარეო კომიტეტში. დიდხანს ურთიერთობდა ქართულ ოცნებასთან. პირადად იცნობს ივანიშვილის მთავრობის წევრებს და ამბობს, რომ თავიდან ისინი კარგად იღბავდნენ პრორუსულ სიმპათიებს, თავს პროდასავლურ ძალად აცხადებდნენ, თუმცა ნიღბები უკვე ჩამოხსნილია. ადამ კინზინგერი ჩვენთან ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ტრამპის მწვავე კრიტიკოსია და მის პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნება, უკვე წლებია, ძალიან ღიად და მკაფიოდ ამბობს, რომ ტრამპი ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას სპეციალურად ვუსვამ ხაზს ამ სიტყვას, არალეგიტიმურად მოიხსენიებს ის ოცნების მთავრობას, არ აღიარებს. მეგობარი აქტი აუცილებლად გავა და ტრამპი დიდი ალბათობით სენატს არ დაუპირისპირდება და მას ხელს მოაწერს, ამბობს კინზინგერი. ამ ტიპის ვარაუდი ალბათ ხშირად გაგიგონიათ, თუმცა როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსისგან ვისმენთ ამას, ეს გაცილებით უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ნუ მოთქვამთ და ნუ წუწუნებთ. მიმართავს უცნაური წერილის ავტორს ირაკლი კობახიძეს ამ სიტყვებით ამერიკელი კონგრესმენი და ამბობს, რომ Deep State თუ კი რამეა, ეს ჩინეთია. როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოწყალების იმედად ამყოფებ ქვეყანას. თუ კი მას ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემ, მაგალითად როგორიცაა ანაკლია. სანქციები მტკივნეულია და მას ექნება ინდივიდუალური ხასიათი, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს. თუ კი სანქციები ეფექტური არ არის, მაშინ რატომ განიცდის ასე ოცნება? კითხულობს კინზინგერი. ადამ კინზინგერი ყოველთვის მყისიერად რეაგირებს იმაზე, რა ხდება საქართველოში. წაგიკითხავთ მის რამდენიმე ტვიტს. როგორც ის ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, მე ვწუხარ, რომ დღეს ისინი დაჩქარებული წესით მიდიან ავტორიტარიზმისკენ და იმედებს უცრუებენ საკუთარ ხალხს. ქართველი ხალხი ან შეეგუება რუსეთის სახელმწიფოდ გადაქცევას, ან მას ახალი მთავრობა სჭირდება. დღეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი CNN-ის პოლიტიკური კომენტატორია, CNN-ის ექსპერტია, მას ფაქტობრივად ექსკლუზივი აქვს ამერიკულ მედია გიგანტთან. სწორედ ამიტომ მისი გადაწყვეტილება მოეცა ჩვენთვის ინტერვიუ განსაკუთრებით დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ მე მასთან საუბრობდი არა როგორც მაღალ რეიტინგული კრიტიკული მთავარი არხის ჟურნალისტი, არამედ როგორც YouTube პლატფორმა On Time-ის წამყვანი. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, რომელიც ჩვენ სამშაბათს 13 მაისს ჩავწერეთ. ჯერ არ იყო გადაწყვეტილი რა მოხდებოდა სტამბულში და არ იყო გარკვეული ამ მოლაპარაკებების შედეგები, თუმცა მისი ანალიზი უკრაინის თემაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზუსტია. მან ჩვენთან ინტერვიუს დროს ამერიკის გამორჩეული ლიდერის რონალდ რეიგანის სიტყვებიც ახსენა და სწორედ ამით დასრულდა ჩვენი საუბარი. თუ კი სწრაფად გინდა მშვიდობა, მაშინ უნდა დანებდე, ამბობდა რეიგანი. ეს იყო გაფრთხილება რეიგანის მხრიდან, რომ სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლა მრავალი თაობის მისია. კინზინგერი ფიქრობს, რომ თუ გინდა გამარჯვება, უნდა იბრძოლო, ფეხზე უნდა დადგე და არა მუხლებზე. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ნახეთ ინტერვიუ, რომელიც 13 მაისს ჩავწერეთ. ამას მე საგანგებოდ უსვამ ხაზს კიდევ ერთხელ ის შეხვედრები, რომელმაც გარკვეულწილად უნდა გადაწყვიტოს ომის ბედი და მათი შედეგები ჯერ კიდევ გარკვეული არ იყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ნახეთ აუცილებლად. ერთი რამ მინდა დავამატო, ადამ კინზინგერიც YouTube პლატფორმას ძალიან აქტიურად იყენებს, მასაც აქვს თავისი პოდკასტი და დღეს პოდკასტების სამყაროა მართლაც და პოდკასტების ერა, მაშინ როდესაც ქრისტიან ამამპურის CNN-ის ლეგენდარული წამყვანიც კი YouTube-ში თავის საგანგებო გადაცემას აკეთებს და საუბრებს ქრისტიან ამამპურთან. ადამ კინზინგერისთვისაც ჩვენი შეთავაზება არ აღმოჩნდა განსაკუთრებული სიურპრიზი. დიდი მადლობა მას კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს ახლა დაბადებულ პლატფორმას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მსოფლიო დღის წესრიგი ბოლო პერიოდში რადიკალურად შეიცვალა, თითქოს სრულიად აირია მორალური ორიენტირები, მაგრამ როდესაც ვფიქრობდით, რომ ჩიხში შევედით, უეცრად მოხდა შემოტრიალებაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით იმას, რომ ბურთი ხან ავტორიტარების მხარესაა, ხან დასავლეთის. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სტამბულის მოლაპარაკებებზეა მიმართული. სწორედ უკრაინის თემით მინდა დავიწყოთ. ამ ეტაპზე ზელენსკიმ თავისი მოთმინებით შეძლო ტრამპის გულის მოგება და შესაბამისად მოიგო თუ არა მან ეს რაუნდი. Yeah, I mean, look, I think Zelensky's doing probably Zelensky იმის მაქსიმუმს აკეთებს, რაც შეიძლება ამ ვითარებაში გააკეთოს. ძალიან ხშირად მესმის, უნდა წავიდეს შეხვედრაზე, რომ აჩვენოს უკრაინას სურს მშვიდობა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვისაც ოდნავ მაინც ესმის, ყველამ იცის, რომ თუკი ვინმეს უნდა მშვიდობა, ეს სწორედ უკრაინაა. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული არ არის. თუმცა ზელენსკის მცდელობა ყოველ ნაბიჯზე დაამტკიცოს ეს მნიშვნელოვანია. დონალდ ტრამპზე მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ თავად ტრამპისთვის და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგია რომ ზელენსკი ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს იმის საჩვენებლად, რომ უკრაინა მშვიდობის მიღწევით არის დაინტერესებული. ეს ზრდის ალბათობას, რომ თუნდაც ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მის მხარდაჭერას. მით უმეტეს ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობის მიღწევა არ სურს. ჩინეთიც კი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის პროცესში კონსტრუქციული როლი ითამაშოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპელი ლიდერების ჩასვლაზე კიევში. უკრაინა ნამდვილად იმსახურებს სამართლიან მშვიდობას, მაგრამ შეუძლიათ დღეს მოკავშირეებს და კეთილინების კოალიციას ეს უზრუნველყონ? ჩვენ ახლა ვუყურებთ ევროპის და ამერიკის ერთობას. ტრამპის ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, რამდენად სტაბილური შეიძლება ეს იყოს. Yeah, we don't know how stable it is. არ ვიცით, რამდენად სტაბილურია ეს ყველაფერი და ამიტომ მნიშვნელოვანია ევროპამ კაფიოდ თქვას, რომ დადგება უკრაინის და საბოლოოდ საქართველოს გვერდით. არ აქვს მნიშვნელობა რას იზამს ამერიკა. ევროპას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ ააშენოს თავდაცვითი ინფრასტრუქტურა და მოახდინოს პოლიტიკური ნების მქონე ერთიანი ძალის დემონსტრირება. მაგრამ ბოლო 80 წელი ევროპის ხოლგა ამერიკა იყო. ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ ჰქონდეს ეს ხოლგა, მაგრამ ამის გარანტია არ გვაქვს. ამიტომ დღეს ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დადგება თუ არა სიმტკიცით, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ისინი მკაცრ, წითელ ხაზებს გაავლებენ და უკან არ დაიხევენ, ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს უკან დახევა. რუსეთი ეკონომიკურად ამერიკის შეერთებული შტატების ერთი შტატის ან მცირე ევროპული ქვეყნის ტოლფასია. მათ უკვე მილიონი ადამიანი დაეღუპათ ამ ომში. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ თუ დასავლეთი, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ახლა მტკიცე გადაწყვეტილებებით დადგებიან უკრაინის გვერდით, ამ ომს უკრაინა მოიგებს. როგორ ფიქრობთ, პუტინი ფინალშია? წააგებს? რაზე იქნება ეს დამოკიდებული? Putin will absolutely lose in Ukraine if the პუტინი აუცილებლად წააგებს ომს უკრაინაში, თუ კი უკრაინელებსა და მათ მოკავშირეებს ექნებათ გადაწყვეტილება ბოლომდე იბრძოლონ. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. ამერიკა რომ დასხმოდა თავს ერაყს და დაგვეკარგა მილიონი ჯარისკაცი, დაგვეკავებინათ მხოლოდ 19% 3 წლის თავზე. არავინ, სოფლიოში არავინ იტყოდა, რომ ჩვენ მოვიგეთ. აი, იგივე ხდება რუსეთთან. სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელს ოკუპირებული იყო უკრაინის ტერიტორიის 30%. ახლა 19%-ია დარჩენილი და დაღუპულია მილიონი კაცი. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი აქვს. რუსეთი ამ ომს წააგებს. ახლა მხოლოდ იმიჯის შენარჩუნებაზე მუშაობს, თითქოს მათი გამარჯვება გარდაუვალია. მაგრამ თუ პუტინი იგრძნობს, რომ დასავლეთი კაცრ წითელ ხაზებს ავლებს, ის დარწმუნდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. ეს შეუძლებელია. აი რატომაც არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთმა მკაფიოდ დააფიქსიროს, რა არის მისი მიზანი. ყველას მშვიდობა გვინდა, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ უკრაინამ საკუთარი დამოუკიდებლობა დაკარგოს ამ პროცესში. To basically be very clear about what their goal is. We all want to see an end to the war, but we don't want to see Ukraine in essence lose their independence in that process. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ხშირად მოგისმენიათ ალბათ, რომ თუ კი უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, ისინი დაკარგავენ საკუთარ ქვეყანას. მაგრამ თუ კი რუსები შეწყვეტენ ომს, მაშინ მშვიდობა დაისადგურებს. რა მიიყვანს პუტინს ამ გადაწყვეტილებამდე?
პუტინი ომის შეწყვეტას თავისით არ მოისურვებს. მას აქვს ამპარტავნება და საკუთარი წარმოდგენა ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს და განსაკუთრებით უკრაინას. რა მიიყვანს ამაზრამდე? მისი შეჩერება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა გააცნობიერებს, რომ ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი აქვს და ამის გამო პასუხს მოსთხოვენ, რომ დაპყრობილი ტერიტორიები ამ სხვერპლს არ შეესაბამება, რომ რუსი ხალხი მზადაა მისი ჩამოგდებისთვის. პუტინი ჭკვიანი ადამიანია. ის ხვდება რა არის უაზრობა და რა არა. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ მას მკაფიო მესიჯი, რომ მისი მხრიდან ბრძოლის გაგრძელება არ ღირს. ეს მას ამერიკამ და ევროპამ ერთობლივად უნდა გააგებინოს, თუმცა ევროპას შეუძლია ეს დამოუკიდებლადაც გააკეთოს. უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მსოფლიო მშვიდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნელ-ნელა ვუახლოვდები საქართველოსაც. შავი ზღვა ჩვენს გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია. საქართველო არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, სატრანზიტო და სავაჭრო დერეფანი და ჩვენ, ქართველები, ევროპელები და ამერიკელები ბუნებრივი მეგობრები და პარტნიორები ვართ. და აი ახლა მნიშვნელოვანია დარჩება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა თუ აღმოჩნდება რუსეთის კლანჭებში, როგორც სხვა სუვერენიტეტ დაკარგული რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკათა ნაწილი. Breakaway republics that are kind of given up their sovereignty and now are under the control of Putin. რასაც ქართულ ხალხში ვხედავ ძალიან შთამაგონებელია. ისინი არ ნებდებიან, იბრძვიან, რაც შეეხება შავ ზღვას. შავ ზღვაში რუსეთის ფლოტი პრაქტიკულად დამარცხებულია. უკრაინის მხრიდან ფლოტის გარეშეც კი. ეს საოცარია და კიდევ ერთხელ აჩვენებს სინამდვილეში, როგორი სუსტები არიან რუსები. Without a navy is incredible, and it goes to show how weak the Russians really and truly are. და ახლა მივადექით ირაკლი კობახიძის წერილს დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვანსისადმი. ივანიშვილის მთავრობა ფაქტობრივად იმითაა უკმაყოფილო, რომ დასავლეთმა მათ ლანძღვაგინება და თავდასხმები არაპატია არ გაუტარა. და ახლა ვაშინგტონში მათ აღარავინ ელაპარაკება. ამის მიუხედავად ისინი ტრამპთან ვითომ შეხების წერტილებს ეძებენ და წერენ. აი ციტატა მისი წერილიდან. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუვდია. აი ესაა ციტატა წერილიდან. თქვენ რას ფიქრობთ? Look, he's clearly against the West. ის აშკარად მიდის დასავლეთის წინააღმდეგ. როგორღაც დიდი ხნის მანძილზე ქართული ოცნება ახერხებდა, რომ თავი პროდასავლურ ძალად წარმოეჩინა. მაგრამ ცხადია, რომ მათი შინაგანი სიმპათია რუსეთის კორუფციისა და ავტორიტარიზმისადმი ჰქონდათ. ეს ნიღაბი ახლა ჩამოხსნილია. ის როგორც ექცევიან მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხადად მოპარული არჩევნების შემდეგ სიგიჟია. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც კარგი იქნებოდათ მას შეეჭრა, განაგრძობს შეტევებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე. You know, when your prime minister, who needs a haircut, by the way, for God's sakes, when he continues to push back against the United States and Europe, ის მოთქვამს და წუწუნით ახსავს წერილებს აგზავნის და ამით აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ხმა ძლიერად და მკაფიოდ ისმის. როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში. და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არ დამარცხდება. ქართული ოცნების ადგილას რომ ვიყო, გამოსავლის ძიებას დავიწყებდი. So if I was in the Georgian dream right now, I'd be looking for a way out. თქვენი აზრით, ამ წერილით კობახიძე ამერიკას მიმართავდა რას გვერდშით? თუ რუსეთს? აი ჩვენ თქვენთან ვართ. I'm sure it was addressed to both, really. I mean, technically, of course, in the United States. ჩემი აზრით ორივეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. ცხადია, რომ რუსეთიც კითხულობს და პასუხობს ამ გზავნილებს. მათ ორივე აუდიტორიისთვის უნდათ მიემართათ. თქვენ დიდხანს ხელმძღვანელობდით საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფს და კარგად იცით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც გაღებულია ევროპული ფანჯარა, ქართული ოცნება ცდილობს ეს კარი გამოგვიჯახუნოს. ივანიშვილი ღიად და უტიფრად უხვევს დეკლარირებული დასავლური კურსიდან, ფაქტობრივად ტრებად აცხადებს ამერიკას და ევროპას. ვის თამაშს თამაშობს ივანიშვილი?
Look, let me be very clear. The United States believes that ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯერა, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი. USAID მრავალი მიმართულებით ეხმარება საქართველოს, საკვებით, განათლებით, დემოკრატიის მნიშვნელობის გაცნობით. ქართული ოცნება გამოჩნდა და ფაქტობრივად წაართვა ქართველ ხალხს დემოკრატია. აშკარაა, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ. აშკარაა, კარუსელები გაყალბება და ქართულ ხალხს აქვს სრული უფლება თქვას, ეს არასწორია. საკმარისია მოусმინოთ ამ კაცს. თმის შეჭრა რომ სჭირდება. თუ შეიძლება დავაზუსტებ, თქვენ კობახიძის ვარცხნილობა არ მოგწონთ? მართლა ფიქრობთ, რომ თმა უნდა შეიჭრას? Yeah, haircut. He needs an absolute haircut. Yeah. დიახ, მას მართლაც სჭირდება თმის შეჭრა. კობახიძე ისევ და ისევ საუბრობს deep state-ზე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ისინი შეშინებულები არიან. როდესაც ისინი იწყებენ საუბარს deep state-ზე, ამგვარ ბოდვებზე, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არც ჯარს აგზავნის და არც დაზვევას. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. Into Georgia, they're fighting their own people, and I think they're going to lose that in all honesty. ოცნება ჯერ ამტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნება. ახლა კი თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ სანქციები სულაც არ არის მტკივნეული. სინამდვილეში რა ხდება? დიახ, სანქციები მტკივნეულია, მხოლოდ იმ ინდივიდებს ვჭირთ, ვინც ქართველ ხალხს ებრძვის და დემოკრატიას ართმევს. მათთვის ეს მტკივნეულია და ამიტომაც ღელავენ, რომ არ აწუხებდეთ, არ მიაქცევდნენ ყურადღებას. That's why it bothers them. If they didn't mind it, they wouldn't care. და ახლა გადავიდეთ კონგრესის გადაწყვეტილებაზე. კონგრესმა უკვე მიიღო მეგობარი აქტი. სენატში ამ კანონ პროექტს ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ელოდებიან. როგორ ფიქრობთ, მოაწერს ტრამპი ხელს ამ დოკუმენტს? Yeah, I certainly don't think he will veto it. თუკი ეს ინიციატივა სენატში გავა, პრეზიდენტი მას ვეტოს არ დაადებს. უფრო მეტიც ხშირად მსგავსი ნაბიჯები ხდება დიდი ერთობლივი კანონ პროექტის ჩარჩოში. ფიქრობ, საკმაოდ მაღალი შანსია, რომ ეს მხარდაჭერა მოხდება. კონგრესში 350-მდე კანონმდებელმა დაუჭირა მას მხარი და ეს საქართველოსთვის ძალიან ძლიერი მესიჯია, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და არა ქართული ოცნების. The United States is on the side of the Georgian people, not Georgian dream. თქვენ პირადად იცნობთ კობახიძეს, ღარიბაშვილს ოცნების ლიდერებს. რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც კობახიძე ირანში ნახეთ ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით და იმ დარბაზში, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას? I mean, it wasn't surprising to me. ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. საშინელი გულისამრევის ანახავი იყო, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ ხალხს გაცილებით მეტი ეკუთვნის. პირველად საქართველოში 2011 წელს ჩამოვედი და უკვე იმ ვიზიტზეც მივხვდი. ქართველები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობრები არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის, მთელს მსოფლიოში. რაც ახლა ხდება, ეს ბრძოლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამყაროს ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. This is a fight for the soul of our country, the world, and the Republic of Georgia. თქვენი ძალიან მკაცრი ტვიტი გამახსენდა, როდესაც კობახიძეს შეახსენეთ, რომ ტერი პუტინია. როდესაც ის ზელენსკისა და მაია სანდუს აკრიტიკებდა, ახლა პუტინიც ახსენე, ერთხელ მაინც ირაკლი, ხომ იცი შენ ის, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და თქვენი ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებული აქვს. ისაა შენი ნამდვილი მტერი. ოცნება თავიდანვე ერიდებოდა რუსეთის მტრად მოხსენიებას, ალბათ თქვენ ეს კარგად გახსოვთ. I mean, look, this is what amazes me is you have a government right now that's trying to kiss up to a country that occupies a third of you. რაც მაუცებს არის ის, რომ დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც ცდილობს მიელაქუცოს, მოეფეროს ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული აქვს. გავეცანი პრემიერის წერილს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ისევ სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. ეს იგივეა ქურდობისას სხვერპლს დააბრალო დანაშაული. სახლში რომ შემოგეჭრან და სახლის პატრონი დაადანაშაულო. არა, ეს რუსეთმა გააკეთა. რუსეთმა დაგეგმა პროვოკაციული შეტევა და მათ დანაშაული ჩაიდინეს. საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური მთავრობა კი ცდილობს ბრალი წაუყენოს წინა ხელისუფლებას და არა რეალურ აგრესორს, რაც წყატყობს ვის მხარეს დგანან ისინი.
პოლიტპატიმრებზე ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდი საუბარს დაუცილებლად, მაგრამ რადგან მიხეილ სააკაშვილი თავად ახსენეთ, აქვე გკითხავთ მის შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პუტინის პატიმარია, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც საქართველოში ჩამოვიდნენ ჯორჯ ბუში, ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპი, ამერიკის 3 პრეზიდენტი. ფიქრობთ თუ არა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი უნდა გაეკეთებინა რეფორმატორი და დასავლეთის მოკავშირე პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად? Yeah, absolutely we should have. What's being done to him is awful. რასაც სააკაშვილს უკეთებენ საშინელებაა. შეიძლება პოლიტიკურად არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვერავინ იტყვის გულწრფელად, რომ მან საქართველო არ განავითარა და არ დაიცვა, როცა საჭირო იყო. ამერიკაც ჩართო მხარდასაჭერად, პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობ და დღეს ამისთვის მტრად გამოცხადებულს აპატიმრებენ. ეს ისევ საბჭოთა მეთოდებია. ვისურვებდი, რომ ამერიკას და მოკავშირეებს მეტი გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა ასე. I do wish the United States and our allies would have done more and would do more, but it is what it is. ახლანდელი მთავრობა დასავლეთს მტრად აცხადებს და პროპაგანდას აბსურდული ტერმინებით კვებავს. გლობალური ომის პარტია, deep state. You see the government, attacking Ukraine. By the way, this idea that we're trying to drag Georgia into the war in Ukraine is ludicrous. ოცნების მთავრობა თავს ესხმის უკრაინას და ეს მტკიცება თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას აბსურდია. ამერიკის შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ ქართული ჯარით რუსეთს ებრძოლოს. ეს უბრალოდ გიჟურია. ყველა ეს განცხადება deep state და გლობალური ომის პარტია თითქოს ჩვენ გვინდა საქართველოს რუსეთს შეუტიოს აბსურდია. უბრალოდ სულელური ბრალდებებია. ოცნება ამორჩეულს არწმუნებდა, რომ 20 იანვრამდე უნდა მოეცადათ. ტრამპთან დალაგების იმედი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ვაშინგტონიდან κρიტიკა არ წყდება. შეიძლება თუ არა საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვალოს ადმინისტრაციების ცვლილებასთან ერთად. I don't really know. I mean, it's hard. არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობს ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ აშკარად არ არის ქართული ოცნების მხარეს. ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ ვისაც გონია, რომ ტრამპი მოვა და არალეგიტიმურ არჩევნებს დაუჭერს მხარს, ცდებიან. Come in and then all of a sudden support this illegitimate election in Georgia. Apparently they were wrong. ოცნებამ საკუთარი ხალხის ხმას უნდა მოусმინოს. ახლა თავად ხალხის წინააღმდეგ არიან. რაც მთავარია, საპროტესტო ტალღა სულ უფრო ფართოვდება, თან ზაფხული მოდის. როდესაც რუსულ გავლენებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩინეთი და მისი და ოცნების ერთობლივი ინტერესები. და ამ კონტექსტში ანაკლის პორტის ჩინელებისთვის გადაცემა იყო თუ არა მთავარი ნიშანი თქვენთვისაც, რომ ოცნება შავი ზღვიდან ამერიკას აძევებდა და რუსულ-ჩინური ვექტორისკენ იხრებოდა. Yeah, look, from a port perspective or any infrastructure in a country. რაც შეეხება პორტებს და ინფრასტრუქტურას, როცა ჩინეთი მოდის და აშენებს, რეალურად ის ხდება შენი მფლობელი. ჩინეთი გაკონტროლებს. ამერიკის USAID გეხმარება, ჩინეთი კი მოგადგება და დაგიპყრობს. ეს არის ნამდვილი deep state. And then allow the Chinese to come in and own ports and own infrastructure. That's deep state, my friends. ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს მიეცემა ყველანაირი ბერკეტი ქვეყნის შიგნით და შეხდები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოწყალების შემყურე და როცა ამას უშვებ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ აინტერესებს. ის მხოლოდ ფულზე და ძალაუფლებაზეა ორიენტირებული. ფიქრობ, ეს ქართველ ხალხსაც ცხადად ესმის. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობას ახალი მეგობრები ყავს: რუსეთი, ჩინეთი, ირანი. Yeah, that's a ეს კავშირი რუსეთი, ჩინეთი, ირანი ძალიან ბნელი ალიანსია. ისტორიას არ ექნება კეთილგანწყობა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ასეთ რეჟიმებს ეტმასნება. როგორ ფიქრობთ, მოუწევს თუ არა ივანიშვილს ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გამოშვება? აქციაზე უამრავი udანაშაულო და ძალიან ნათელი ახალგაზრდა დააკავეს. Well, I think as long as the pressure stays up, eventually, yes. ჩნდება იმედი, თუ ზეწოლა გაგრძელდება. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას, საერთაშორისო დამკვირვებლებით, რომლებითაც ნამდვილად დადასტურდება, რაც ხდება. ვიდეოებიც არსებობს, სადაც ჩანს, როგორ ყრიან ყუთებში ხმებს. ცხადია გაყალბება. საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი იქნება, მაგრამ ეს ხალხზეა დამოკიდებული და მგონია ისინი გააგრძელებენ ამ გზის ჩვენებას. Again, that's up to the Georgian people.
And I know that they're going to continue to make it clear that that's what they want. პოლიტპატიმარია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ის ციხეში ახლახანს 50 წლის გახდა. ეს რეჟიმი თავიდანვე დევნიდა მედიას, ამის მაგალითია მთავარი არხიც და სწორედ ამიტომ მე დღეს YouTube პლატფორმა On Time-ის სახელით გესაუბრებით. Yeah, I mean, look, it's clear when you're an authoritarian country, the first thing you do is control the media. როცა ქვეყანა ავტორიტარული ხდება, პირველი რასაც იწყებენ მედიის კონტროლია. ესაა ის, რასაც ახლა საქართველოშიც ვხედავთ. თუმცა ხალხს ვერ დააბნელებ. YouTube-ზე სოციალურ ქსელებში სიმართლეს მაინც მიაგნებენ. ეს აჩვენებს, რომ რეჟიმი თვითონ არის შეშინებული. რამდენჯერ ვნახე სურათები ადამიანები გალახული, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პოზიცია გამოთქვეს. ეს ხომ საბჭოთა კავშირს გვახსენებს და არა თანამედროვე საქართველოს. It's the thing you see in the Soviet Union. It's not the kind of thing you should see in Georgia. And I think the people of Georgia will make that clear. და ჩვენ ინტერვიუ უნდა დავასრულოთ იმ თემით, რითაც დავიწყეთ. რასელით თურქეთში მოლაპარაკებებისგან. იქნება ზავი? Look, I have a hard time thinking that there's going to be some miraculous. რაც შეეხება ომს, არ მგონია რომ უახლოეს მომავალში საოცარი ზავი შედგეს. შესაძლოა დროებითი მშვიდობა ვნახოთ რამდენიმე დღით, მაგრამ არა საბოლოო შეთანხმება. მინდა ვცდებოდე, მაგრამ ასე ვფიქრობ. სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ ომი შეიძლება დასრულდეს გარკვეული ფორმით. თუმცა ეს აუცილებლად უნდა იყოს სტაბილურობის გარანტიებზე დაფუძნებული. უკრაინას უსაფრთხოება სჭირდება. ინვესტიცია უკრაინაში მხოლოდ მაშინ მოვა, თუ უსაფრთხოების მყარი გარანტია ექნება. ჩემს საყვარელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს უყვარდა თქმა. მშვიდობა შეგვიძლია ახლავე მივიღოთ დანებებით, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, რომ დანებება მშვიდობას ვერ მოგიტანს. რადგან ჭეშმარიტი მშვიდობა იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ღირსეულ პოზიციაზე იყო. მყარად იდგე ფეხზე და არა მუხლებზე. You need to stand on your feet and not live on your knees. არაჩვეულებრივი სიტყვებია გეთანხმებით თქვენს და რონალდ რეიგანსაც, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტია არა მხოლოდ ამერიკისთვის, ჩვენთვისაც, ლიდერი, რომელმაც ბოროტების იმპერია დაანგრია. თქვენი ჩართვა ეს ინტერვიუ On Time-თან ახლა დაფუძნებულ YouTube პლატფორმაზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია. მადლობა ამ სოლიდარობისთვის. და ბოლოს რას უსურვებთ ჩვენს ერთი თვის არხს On Times. Look, I just want to say, continue getting the truth out there. გააგრძელეთ სიმართლის გაშუქება. რაც ხდება დამთგუნველია, მაგრამ მუდანებდებით. ხალხს სურს სიმართლე, თუმცა მათ ამ სიმართლეს აჩვენებთ. გამარჯვებაც თქვენია. წარმატებებს გისურვებთ. იბრძოლეთ. And so, good luck and keep pushing. დიდი მადლობა არა მხოლოდ ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, არამედ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის და ქართული მედიის მიმართ, რომელიც მუდმივად დგას ბრძოლის წინახაზზე. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და ყოველთვის სასიამოვნოა საუბარი ადამ კინზინგერთან, რომელიც არის გამორჩეული პოლიტიკოსი, იმიტომ რომ არის სამხედრო, მას უყვარს ძალიან ზუსტი ფორმულირებები და ყოველთვის კონკრეტულად და პირდაპირ გამოხატავს სათქმელს. ის CNN-ის კომენტატორია და ეს ბუნებრივიც არის, რომ ის მედიასთან ურთიერთობის არაჩვეულებრივ უნარებსაც ფლობს და რაც ყველაზე მთავარია, კარგად იცნობს საქართველოს, კარგად იცის კონტექსტი და სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ის დღესაც, რომ ახლა ყველაზე მთავარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეასრულოს თავისი როლი, იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ვითარებაში მეგობრები საქართველოს არ მიატოვებენ. დიდი მადლობა მას.